თუ გახსოვთ თქვენ ესეთი ფაქტი, როდესაც თქვენ მიბრძანდით საღამოს გვიან სახლში, ბუდაპეშტზე, სწორად მახსოვს? კი. ბუდაპეშტზე და მოვიდა ეგრეთ წოდებული დვუხსოტკა, Toyota Land Cruiser 200 და დაგიძახეს მობრძანდით ერთი წუთითო. კი, იყო ეგეთი ფაქტი. ჩაგისვეს ავტომობილში და აგიყვანეს წყნეთის გზაზე. იყო ეგეთი ფაქტი. დაშალეს თქვენი ტელეფონი და გაგითიშეს. არ დაუშლიათ, გამორთეს და გადააგდეს. გამორთეს და გადააგდეს. რას გთხოვდნენ კონკრეტულად მაგ დროს წყნეთის გზაზე ტყეში? არაფერს არ მთხოვდნენ, იყო ერთადერთი სიტყვა, იქ ნათქვამი, გაგახსენებთ, რაც უნდა გახსოვდეს. კი ბატონო, გეთანხმებით. შემდგომ ჩამოგხსვეს თუ არა ზეწოლის შემდეგ მანქანიდან დაგტოვეს თუ არა იქ ტყეში და იძულებული იყავით თუ არა თქვენი თანამშრომლისთვის დაგერეკათ, დალოდებოდით იქ და თქვენ თანამშრომელს სპეცნაზებს, რომელიც დღესაც სპეცნაზში მუშაობს, გამოყევით თუ არა უკან. იყო ასეთი ფაქტიც. წყნეთის ინციდენტის შეხსენებისთანავე მოწმის ჩვენების არსი შეიცვალა. თქვენი მუშაობის პერიოდში სხვა კურსანტები მოყავდა თუ არა დაზიანებებით იქ იმ დროს, როცა თქვენ მუშაობდით? იყო ასეთი ფაქტები. იქ არის სარბენი დაბრკოლებების ზოლი, არის პოლიგონი, მუდმივად მიდის ვარჯიშები და ვარჯიშს ყოველთვის თან ახლავს ტრამვები. სამედიცინო დახმარება რეინჯერის კურსში მონაწილე იმ ჯარისკაცებს დასჭირდათ, რომელთა მომზადების დონეც მეთაურებისა და სარდლობისთვის დამაკმაყოფილებელი არის.